ვადევნებ თვალს დღეს სოციალურ ქსელებს და კურსებში მიმდინარე პროცესი არ გაჩერებულა, მიწა ისევ იცვლის, გრევა გრძელდება. ღმერთის წყალობით, მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის წყალობით სხვერპლი არ არის. მაგრამ უკვე ძალიან ბევრი სახლი და ადამიანი არის საფრთხის ქვეშ. 57 ადამიანამდე სასტუმროშია გადაყვანილი. და მინდა ერთი რამ თქვა, აი კობახიძე, აი მეტი დიდი ტრაგედია კიდევ რა უნდა მოხდეს ერთი ქვეყანაში, რომ პრემიერ-მინისტრმა დაანემოს ღრიჯვას თავი რაღაც სისუნელეებს ლაპარაკს თავი. და შესაბამის სამთლიანად მინისტრთა კაბინეტს თუ არ შეკრიბავს, ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და ასე შემდეგ. ახლა მანდამაიც კულტურის მინისტრს თუ არ შეკრიბავს, დანარჩენი სამინისტრო, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს საკითხები. საგანგებო სტომას არ იწვევს, არ ლაპარაკობს არაფერზე და ახლა ხარაგაული უკვე ჩავლილია და მოვთარია და არ ვიცი. ახლა კურსები. აი პირდაპირ გვეუბნება მთავრობა კობახიძე პირადად კობახიძე პრემიერ-მინისტრო ფეხებზე მიდიხარ მეწყეს კი არა რაცხას უნდა იმას წოუხიხარ ერთი თქვენი დედაცვადირე რა და ამ ხელა სტიქია მარტო გუბერნატორი რომელსაც არავითარი უფლებები არ აქვს და ისედაც არაფერს არ წარმოადგენს ამის იმედად დატოვა ასობით მოსახლე ესაა ტრაგედია ესაა უპასუხისმგებლობა საქართველოს და ქართველიერის წინაშე და ადამიანების წინაშე და ასეთი 70 სოფელი ვიცი იმერეთში ზუსტად ასეთი საფრთხის ქვეშა ერთი მთავრობის სტომაც არ ჩატარებულა ამ საფრთხეების ასაცილებლად გაწირული ყავხალთ ქართველო ხალხო ოცნების წევრებო თქვენ შეიძლება მოყვეთ მამეწყერში განწირული ყავხალთ და აი ამის ატანა როდემდე გინდა აი როდემდე გვინდა ქართველო ერო რომ ვიყოთ ასე ჩუმატე და გაუправოთ და გავაიმასქნათ ყველაფერი რა აი როდემდე კისრამდეა უკვე ყველაფერი კისრამდეა და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გამოვიდეთ ის სოფლის მცხოვრებლები ვინც მეწყერსაში ზონაში ცხოვრობთ ვის სიცოცხლე ერთი უფალზეა მარტო დამოკიდებული და ვისაც გადარჩენა გინდათ, ვისაც გინდა რომ შვილებს არ უნდა აძინებდეთ იმ განცით რომ შეიძლება მეწყერმა დილად ტარი დაგახოდოს. გამოდით ქუჩაში და კანცელარიაში ყველამ ასეთი სოფლის მცხოვრებლებმა გამართეთ აქცია. კეთილი ინებე მთავრობავ. მოიწვიე საგანგებო სხდომა. გაატარეთ ქმედითი ღონისძიებები. რომ გადავჩეთ სიკვდილს. და ოპოზიციური პარტია თუ ჩაუდგებით ამას სათავეში პარტიებო და მიაქცევთ ამას ყურადღებას, იქნება კარგი. მადლობთ ყურადღებისათვის.